საახალწლოდ ქუთაისის მერიამ ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე გლეხებისთვის სავაჭროდ ადგილები გამოყო. გლეხები აცხადებენ, რომ ცენტრალურ ბაზართან არსებული ტერიტორია ვერანაირ სავაჭრო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. არის სიბინძურე და ანტისანიტარია. შესაბამისად, მყიდველი არ შედის ადგილზე და გლეხები ვერაფერს ყიდიან. ავზარდე გლეხი და არ გვაჩერებენ. შიგნით შევედი საბუთი, მივიტანე საბუთი და შემშე შიგნით. დავდექი გარეთ გამოვკრеген სადაგავოზი აქ. აქ შეიძლება ხორცის გაყიდვა. ვაჭრებმა აქ ვერ დადგები, უფროსებმა აქ ვერ დადგები. აბა ჩვენ ამერიკელები ვართ. შამოვედი და აგი ახანი ქინარ მაჩერებს. ეგენ ახლა შამომყარე, აგან სადაგავოზი. აგი ასორი, ამას ქაღანა ქვია. ამას ადგილზე მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათი თქმით, გლეხები აღნიშნულ ტერიტორიაზე აქამდე იდგნენ და არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ. პროტესტი მხოლოდ დღეს გამოხატეს. ახალწლამდე არავის არაფერი არ უთქვია. ხალხს სახში იქნა პერდაიგენ. და ახალწლის ეძებდა და ახლა დღეს უკვე დღეიდან დაიწყო ეს იგი. ახალწლს სახში იყო ეს აქნე ხალხი ვერ გამოდიოდა, გარდიდან ხალხი იყო შეგუთ. მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საერთოდ არ შეიძლება ხორცის გაყიდვა, რადგან მსგავსი პროდუქტები ღია ცის ქვეშ არ იყიდება. რაც შეეხება გლეხებს, ჯავახიას თქმით, ისინი ბაზარში იმის გამო ვერ შედიან, რომ მათი პროდუქტი ვერ აკმაყოფილებს სურსათის უნებლობის სააგენტოს მიერ დადგენილ ნორმებს. ქალაქ ქუთაისის მერიამ უკვე დაადგინა გარევაჭრობის ადგილები, სადაც შესაძლებელი არის მხოლოდ პიროტექნიკისა და სხვა საახალწლო აქსესუარების გაყიდვა. რაც შეეხება ხორცის გაყიდვას, ეს არის ერთ-ერთი ის პროდუქტი, რომელიც სურსათის უნებლობის სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილია როგორც ერთ-ერთი მალფუჭებადი და სახიფათო პროდუქტი, რომლის გაყიდვა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისათვის არის განკუთვნილი და შესაბამისად უნდა იყოს აღნიშნული ხორცი ან შესაბამის სასაკლაოზე დაკლული, თავისი შტემპით და ბეჭდით დამოწმებული. წინ კიდევ შობა და ძველით ახალი წელია. თუ მერიის პოზიციით ვიმსჯელებთ, ალბათ გლეხების მდგომარეობა და სავაჭრო ტერიტორია უცვლელი დარჩება. გლეხები იმის იმედად იქნებიან, რომ ვინმე დაბალი ფასის გამო მაინც იყიდის ხორცს, რომელსაც ბუზები ესევა. ირაკლი მაღლაფერიძე, სპეციალურად მეგათივისთვის.